დასასრულს უახლოვდება მასობრივი ფეხბურთის კვირეული, რომელიც UEFA-ს მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ. დაიწყო მასობრივი ფეხბურთის კვირეული ლაგოდეხში, ფეხბურთის სკოლებში პროექტი. შემდეგ იყო სამტრედია, სადაც გაიმართა სუპერლიგა დასავლეთის მოყვარულებს შორის. 8 გამორჩეული კლუბი შეირჩა და ისინი მონაწილეობდნენ. იყო ძალიან კარგი გამოხმაურება, მაყურებელი, აჟიოტაჟი, ყველაფერი ის, რაც დიდ ფეხბურთის კომპონენტში შედის. ვფიქრობ, რომ ყველა ნასიამოვნები დარჩა. ამჟამად ვიმყოფებით ქუთაისში, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში, სადაც 15 წლამდე გოგონების ლიგა მიმდინარეობს, ასევე დასავლეთის ლიგა. ძალიან მნიშვნელოვანია გოგონების ჩართულობა ფეხბურთში. ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია, როცა სტადიონზე გამოვდივარ. დღეს 2 გოლი შევაგდე და ძალიან მომეწონა ჩემი თამაში და გუნდმაც ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის ფეხბურთის განვითარებისთვის, რომ ქუთაისს ყავდეს როგორც კაცთა, ასევე ქალთა გუნდი და რა თქმა უნდა, აკადემიიდან იწყება ყველაფერი. მივესალმები ამ ინიციატივას და ძალიან მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა ქუთაისელ გოგონებს შეუძლიათ ფეხბურთით ისე ამონონ და ისწავლონ.